და სიყვარულის გასაუბრება. და დღევანდელ დღეზე მინდა უთხრა ძიმე მდგომარეობა ხდება საქართველოში და მთელ მსოფლიოში. და ჩვენ როსულოს ხოლმე რომ მშვიდობა იყო. სადღეგრძელოებსაც ვამბობ, რომ მშვიდობა იყო. მაგრამ ყოფილა დედამიწაზე დრო ომისა და ხარცეცხლის გარეშე. გაგიგიათ ასე წელი. არ შეიძლება მშვიდობა. ომია მუდმივი. და ქრისტე თვითონ ამბობს, რომ მე მოვედი מחვილის მოსატანად, מחვილი მოვიდა, არა მშვიდობის. ნეტავი რა იგულისხმა ღმერთმა ამ ბრძოლაში, რომელსაც ის ომისკენას მოგიწოდა. ერთმანეთს რომ დაუპირისპირდეთ და გადავემტეროთ და პიროვნებები, ერები, სახელმწიფოები და გამმართოთ დიდი ომები, ამისაკენ მოგვიწოდებს ღმერთი, როგორ თქო. ცხადია არა. მაშინ ვისკენ მოგვიწოდებს უშუალოდ. ცხადია იმ ერთადერთი დიადი, ყოველდღე დიადი ომისაკენ მოგვიწოდებს, რომელსაც ქვია საკუთარ თავთან ომი და ბრძოლა. რომელი ბრძოლას და ომი ჩვენ გვმართებს, გავმართოთ, გავიწყოთ და სიკვდილამდე გავაგრძელოთ და შესაძლებელია იმ ქვეყნადაც საჭირო შეიქმნეს გაგრძელება ამ ომის. საკუთარ თავთან ბრძოლა და ომი ერთადერთი გარანტია დედამიწაზე მშვიდობის დამყარებისა. ხოლო ამის მეც ახლა არ გეტყვით ამის შესახებ, მეტი რა ვთქვა. ხოლო როდესაც დედამიწაზე სახელმწიფოთა შორის, ერებს შორის, კაცთა შორის დიდი ომია და ყოველთვის ეს ომი მიმდინარეობს, თუ ჩვენ ამ დროს გამართული ვექნება შინაგანი ომი და ბრძოლა საკუთარ თავთან, ამ შემთხვევაში აი ამ ქართეხილებში, რომელიც მტრისაგან, ბოროტის ალისაგან, ბნელი ძალებისაგან გონება დაბინდულმა ჩვენმა ხალხმა, დედამიწელებმა გამართეს, ამ ომის შემთხვევაში ჩვენ საკუთარ თავთან მებრძოლები სიმშვიდე შევინარჩუნოთ. და არ გამოგიცდია დალოცვილებო, რომ განსასწრებში, მძიმე ვითარებაში თუ არ აღელდები, თუ არ შეშინდები, თუ არ დაფრთხები და საღვთო სიმშვიდე შეინარჩუნე, პირადად შენი ოჯახის ყველა წევრი ერთად, ყველანი ერთად საქართველოს მკვიდრები, ჩვენი ერი და მთელი კაცობრიობა, მაშინ ნამდვილად მშვიდობა გაიმარჯვებს, მაგრამ ყოველ შემთხვევისათვის შენ პირადად გამარჯვებული ხარ, რადგანაც ყველაფერი რაც ჩვენს ირგვლივ ხდება, ჩვენი საღვთო გამოცდისთვის ხდება. როგორ ჩავაბარებ გამოცდას, 1000 რამ ხდება ჩვენს ირგვლივ. ავი და კარგი და ამ ავსა და კარგზე რა რეაქციას ვახდენთ ჩვენ? აი ამის მიხედვით გვეწერება ფულები ზეცაში და ამის მიხედვით თუ როგორ მოქმედებთ შიგნით ჩვენს თავში და გარეთ სამყაროსთან როგორ ურთიერთობაში ვართ, ან მიგვიღებენ სასუფეველში ის კარი, რომელიც იესო ქრისტეა,
ან გაგვიღებს თავის გულის კარს, ან ჩაგვიკეთებს. ჩვენზეა დამოკიდებული. სასუფევლის კარი გაგვეხება. ადღესასწაულო დიდები თუ ჯოჯოხეთის კარი გაგვეხება და შთავით ხდებით ენელეთში. ჩვენ მოდი გავმართოთ საკუთარ თავთან ბრძოლა, არც მეზობლებთან, არც მეგობრებთან, არც მეუღლეებთან, არავისთან ბრძოლა არ მოგვიწოდა ჩვენ ღმერთმა. პირიქით, ნებისმიერი ადამიანი რომ მოვიდეს შენთან, მტერი და თავდასხმელიო, სრულიად დამორჩილდი მას. ყველას მონა და მსახური იყავი და არა ყველასადმი დაპირისპირებული და ტრად გადაკიდებული. და თუ ქრისტეს მოусმენთ როგორმე თუ მართლა გავხდებით ქრისტიანები, ბოლოს და ბოლოს არა გარეგნულად, არამედ შინაგანად, გულში და ერთადერთი მტერი, საკუთარი თავი, საკუთარი ცოდვილი თავი გეყოლება, მაშინ ყველანი გავიხარეთ. თუ ჩვენ ახლა რამდენიც ამ ტაძარში შეკრებილები ვართ, აი ასე ვიცხოვრებთ და ერთხელ და სამუდამოდ გმირულად გადავწყვეტთ, რომ ვიყოთ ქრისტიანები, დავიწყოთ ქრისტიანულად გადაქცევა. მაშინ აი ეს რაოდენობა ხალხისა ეყოფა საქართველოს და კაცობრიობას დიადი ფერისცვალებისათვის. აინტერესებს გაიგეთ თუ არა რა ვთქვით ახლა. მე როდესაც უზმუნო ვიყავი და როდესაც ღვთის ძალა შემოვიდა ჩემში, იმ წამიდან შევიცვალე და იმ წამიდან მე სხვა ადამიანი გავხდი. მოდი ახლა გადავწყვიტოთ, რომ აი დღეიდან სულ სხვა ადამიანები ვიქნებით, ნამდვილი ქრისტიანები ვიქნებით. ბოლოს და ბოლოს გადავწყვიტოთ ეს. თქვით გამოხატეთ და ვიყოთ ყველანი ნამდვილი ქრისტიანები. და ვიყოთ ნამდვილი ქრისტიანები. ამინ.